უახლოეს მომავალში აქციის მონაწილის მხრიდან დემონსტრაციებზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა და დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ასევე შემოსადენი ან სხვა მომწამლელი ნივთიერების ქონა პირველივე შემთხვევაში 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. თუ კანონდამრღვევი პარალელურად აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ისრულებები ითვალისწინებს, რომელსაც სესიაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს პრინციპების დონეზე სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, რომელიც სამართალდამცავს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს, ან მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება. ეს 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დემონსტრანტს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე იარაღი, პიროტექნიკა ან ისეთი ნივთი ექნება, რომელმაც შესაძლოა სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირას სამივე მოსმენით დაამტკიცებს. ხედავთ, რომ სხვადასხვა პირები, მათ შორის გარედან ფონდებიდან მიღებული თანხების მიმართვა ხდებოდა და ხდება ჯარიმების გადასახდელად, აგროვებენ ჯარიმების გადასახდელ თანხებს და შესაბამისად ის, რომ ადამიანმა არ დაარღვიოს კანონი, ამის აღსრულება ვერ და არ ხდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება სხვათა უფლებების, ეფექტურად იქნება სხვათა უფლებების დაცული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საკმარისი ადგილი არის, რომ ადამიანები განთავსდნენ და რაც არ უნდა მიუღებელი, არასახელმწიფოებრივი ან გარედან თავს მოხვეული აზრი კონდეთ, გააჟღერონ და დააფიქსირონ. მაგრამ როგორც კი ისინი დაარღვევენ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათზე გავრცელდება კანონი, რა თქმა უნდა, იმ სიმკაცრით და იმ დოზით, რაც გათვალისწინებულია და მათ შორის რაც უფრო რბილია, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, გავიხსენოთ მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, გერმანიისა თუ დიდი ბრიტანეთისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევა. შეიძლება პროტესტის აბსოლუტურად ასეთი მიდგომისგან ნეიტრალურ ვითარებაში რაღაც საკითხის გარშემო მოხდეს. ნებისმიერ ქალაქში და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვს ეს წინასწარ ჩადებული განზრახვა ესეთი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევისა და გადაკეტეს გზა. ამ შემთხვევაში ის მოქალაქეც პირდაპირ ხდება ესეთი ადმინისტრაციული სასჯელის, ასე ვთქვათ, ზემოქმედების ქვეშ. თუ საკმარისი ადგილია ადამიანებისათვის, რომ დადგინდა თავიანთი საპროტესტო მოწოდებები განახორციელონ, მაშინ მათ როგორც წარსულში ეკრძალებოდათ, ისე მომავალშიც აეკრძალებათ გზის გადაკეტვა. არავით არის ახალი რეგულაცია ამ კუთხით არ შემოდის. 10 კაცია, რომელსაც სრულია გადაკეტოს გზა. პოლიციელი მიდის და საჯაროდ ეუბნება 10-ვეს, განაცხადეს, რომ თქვენ გეგრძალებათ, გთხოვთ გადახვიდეთ. ეს 10-ვეს ეროვნულად ეხება და არც ერთ მარში ასვლა 10-ვეს დაიჭერენ? თუ პერსონალურად უნდა მივიდეს და უთხრას, როდის აკრძალა. საჯაროდ გამოცხადდება შესაბამისი ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით, რომლის მოსმენის შესაძლებლობა აქვს და ექნება ყველას, ვინც კი კანონს არღვევს, რომ ისინი არღვევენ კანონს და უნდა შეწყვიტონ და უყოვნონ კანონის დარღვევა, ანუ რა იგულისხმება, გადავიდნენ ტროტუარზე და ტროტუარზე გამოხატონ თავიანთი პროტესტი.